მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დღეს მინდა ერთ საინტერესო, როგორ გითხრათ, ბლოგი მინდა გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სამდე ბლოგს გავაკეთებდე, მინდა გაგაცნოთ სიტუაცია ირანთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მწერდა, კარგი ხანია ამ თემას არ შევხები ვარ, არადა 1-2 თვის წინ, როდესაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, აქტიურად განვიხილავდით. მის მერე რაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, ნაკლებად ვეხებოდი მე პირადად ამ საკითხს, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან სწრაფად იცვლებოდა მშვიდობიანი მოლაპარაკებების, ესე რომ ვთქვათ, ფორმატები და აზრი არ ქონდა დიდი დროის დათმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, არასტაბილური პოსტსაომარი სიტუაცია იყო და ახლა ეს 2 დღე არის უკვე სერიოზულად განიხილება საკითხი და უკვე ექმედითი ნაბიჯებიც გადაიდგა გუშინდელი დღიდან, რომ შეერთებულ შტატებს და ირანს შორის დადებული ახალი ხელშეკრულება რეალიზებული იქნას. და მე მინდა სანამდე ამ საკითხზე გადავიდოდე, თბილისში ირანის საელჩოსთან ტრაკის მოთამაშე ქართველები რო იკრიბებოდნენ და წიოდნენ და კიოდნენ და ერთი ამბავი ქონდათ ატეხილი, რომ სლავა ირანს რო ყვიროდენ და ჰაი და შაჰი არ გვინდა და ის არ გვინდა და ეს არ გვინდა და მთელი ჰაი-ჰუი რო ქონდათ ატეხილი. ეხლა რა შევებით, ეხლა აპროტესტებთ ამ იმას, რომელიც ირანულმა მხარემ მარტო კი არა, ზოგადად მთელმა მსოფლიომ და თვითონ ისრაელის მხარემაც ირანის გამარჯვებათ აღიარა. ეხლა რატო ხართ გაყურსულები ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ არ აპროტესტებთ აი ამ მარცხს, ამერიკის მარცხს და ისრაელის მარცხს, ეს როგორ შეიძლება ამას შევეგუოთ? ამიტომ სანამდე ტრაკის თამაშს დაიწყებდეთ და სანამდე ტაშფანდურს გამართავდეთ, ირანის საელჩო იქნება თუ სხვა ქვეყნის საელჩო იქნება და სანამდე ამ ბრძნულ აზრებს დააფრქვევდეთ, სად არიან ახლა ეს ჩვენი ანალიტიკოსები, სად არიან ეს ჩვენი ექსპერტები, სად არიან ეს დემოკრატიული ფლანგის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაფერში ამერიკის ინტერესებს და დასავლეთის ინტერესებს ატარებდნენ? რატო არ ლაპარაკობენ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და რა ხდება რეალურად, რა ამბები არის? ამიტომ ახლა დღეს შედარებით სანამდე ბლოგს სრულად შევქმნიდი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნაკლები კითხვები იყოს. მანამდე მინდა ეს ამ ლაივით უბრალოდ გაგაცნოთ ზოგადად რაში არის საქმე ჩემს მსმენელებს, შემდეგ უკვე დეტალურად შემოგთავაზებთ თუ რაც ხდება, როგორც მიმდინარეობს სიტუაცია. მოკლედ 17-18 ივნისს პარიზში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, ეს არ არის ხელშეკრულება, ეს არის მემორანდუმი, რადიკალურად განსხვავდება ხელშეკრულება და მემორანდუმი ერთმანეთისგან. ხელშეკრულება იქ უკვე მყარად გაწერილი პუნქტები არის, მემორანდუმი არის შეთანხმება პრინციპებზე, რომელიც უნდა შესრულდეს და დაიხოცოს მომავალში ხელშეკრულებად იქცეს. ეს განსხვავება არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ბევრი ვერ ერკვევა ამ საკითხებში, მაგრამ ფაქტია ის, რომ მემორანდუმი არის ხელშეკრულების წინა პროცესი, რამაც უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი და რა იყო ამ მემორანდუმში? 14 პუნქტიანი მემორანდუმი იყო და გაგაცნობთ ახლა მემორანდუმს, თქვენ თვითონ შეაფასეთ ეს ყველაფერი, რამდენად რომელი ქვეყანა არის გამარჯვებული, რომელი ქვეყანა არის დამარცხებული. მოდი თვითონ უშუალოდ პუნქტებზე გადავიდეთ. პირველი იყო ეს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და საბოლოო შეწყვეტა ყველა ფრონტზე ლიბანის ფრონტის ჩათვლით. ლიბანი ეს ისრაელის უსაყვარლესი თემა არის და ყოველთვის ცდილობდა ლიბანიდან გამომდინარე ეს თემები ჩაეშალა. ირანი ზუსტად თავისი პროქსი ძალა, რომელიც ლიბანში არის განთავსებული ჰეზბოლას სახით, მოითხოვდა ამ ყველაფერს, რაც დაკმაყოფილდა. მეორე, ორივე ქვეყანამ ერთმანეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს და მთლიანობას პატივი უნდა სცეს და შიდა საქმეებში წვირი არ უნდა ჩაყოს. მესამე, ვალდებულება, რომ
ორივე მხარემ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ საბოლოო შეთანხმება 60 დღის ვადაში იქნება ხელმოწერილი. მეოთხე, ბლოკადის მოხსნა ირანის პორტების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადისა და შეზღუდვების დაუყოვნებლივი გაუქმება 30 დღის ვადაში. ეს ამერიკელებს შორი ბლოკადა რომ ჰქონდათ დადებული. ასევე ირანის მხრიდან ორმუზის სრუტის ვალდებულება უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილება. ირანის არანაკლებ 300 დააკვირდით აქ. შეერთებული შტატები ვალდებულია ირანს გადაუხადოს 300 მილიარდი დოლარი. გადახდით საერთოდ იხდიან კონტრიბუციის სახით დამარცხებული ქვეყნები. ეს 300 მილიარდის გადახდა პლუს 100 მილიარდი რომელიც შეერთებული შტატების მიერ ეს მე-7 პუნქტია შეერთებული შტატების მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული ცალმხრივი ეკონომიკური ნავთობის სანქციების სრული გაუქმება, გაყინული ანგარიშების პლუს 100 მილიარდის, ანუ დაახლოებით 400 მილიარდის გადაცემა ირანისთვის. ასევე ყველანაირია მე-7 პუნქტი ყველანაირი აკრძალვა ირანის ნავთობთან დაკავშირებით და გუშინ ზუსტად გასცა ამერიკის მთავრობამ ლიცენზია, რომ სანამდე მემორანდუმი დამუშავდება 60 დღიან ვადაში ირანის ნავთობის უპრობლემო შესყიდვა განხორციელდეს. უპრობლემო შეიძლება ქართველი ბიზნესმენები ჩავიდნენ და ირანში იყიდონ ნავთობი და შემოიტანონ და აღარავის აღარ იქნება ამის პრობლემა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მერვე, ბირთვული იარაღის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებაზე უარის თქმა და გამდიდრებული ურანის კონტროლის წესის დაფიქსირება. სისულელე სრული იდიოტიზმი ყოველთვის აცხადებდა ირანი, რომ ის არასდროს არ ქონდა ბირთვული იარაღს და მას არ ქონდა სანამ ეს ხელშეკრულებები იქნებოდა თუ აი ეს გარდაცვლილი აიათოლა ხომენეი, რომელიც იყო მისი ფეტვა იყო გამოცემული, რომ ირანს არ შეიძლებოდა სამხედრო მიზნებისთვის ქონოდა ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს არავის არ ჯეროდა. რაც შეეხება ურანის გამდიდრების კონტროლი, პრობლემა არასდროს არ ქონდა ირანს, რომ თავისი ურანის კონტროლი მომხდარიყო როგორც მაგატეს წარმომადგენლებიდან, ატომური საერთაშორისო სააგენტოსი, ასევე ონლაინ რეჟიმში იყო თითქმის ურანის გამდიდრების პროცესი ნაჩვენები, რაც არ აკმაყოფილებდათ. სტატუს კვო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნებისმიერი ახალი შეზღუდვის დაწესების აკრძალვა, ანუ ეხლა როგორც იცოდა, დღეს დააწესებდნენ, დღეს მოხსნიდნენ, მეორე დღეს დააწესებდნენ, ამის გაუქმება. მეცხრე, საკვანძო საკითხები. ხო, ეს მემორანდუმზე შეზღუდვების დაწესება ამ ვადაში რაღაც სახლის მომფიქრება გასავთ. მეათე, შეღავათები ნავთობზე, ირანული ნავთობის ექსპორტი და მასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების დროებითი გამოყვანა დაარტყმის ქვეშ არ მყოფი ზონიდან, ეს ეკონომიკურ რისკებთან დაკავშირებით. ეს მეათე იყო ჩემოგარგებო. მე-11 გაყინული აქტივები, ეს უკვე გითხარით. გაყინული თანხების დაბრუნება. მე-12 მონიტორინგი მემორანდუმის პირობების შესრულებაზე, კონტროლის ერთობლივი ორმხრივი მექანიზმის შექმნა. ანუ როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან გაკონტროლება, რომ მხარეები დაიცავენ ამ ყველაფერს, საბოლოო მოლაპარაკებების წარმოება, ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემუშავება და ოფიციალურად დაწყება და მე-14 გაეროს რეზოლუცია მომავალი საბოლოო შეთანხმების გამტკიცებისათვის გაეროს უშიშროების სავალდებულო რეზოლუციის მეშვეობით. ეს გაერო როცა ჭირდებათ უძლიერესი ორგანიზაცია და როცა ჭირდებათ არაფრის მომცემი, მაგრამ გინდა არ გინდა ესეთ დროს ვერანაირად ვერ აუვლიან გვერდს. ეხლა
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ჩემო სლავა ირანელებო და ჩემო სლავა დასავლეთელებო. პირველი, ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები სრულიად დათანხმდა ირანის მოთხოვნას, ირანული ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკელებთან, მათ შორის დოლარებში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასცეს ლიცენზია, 60 დღიანი ვადა, ანუ ეს ფინანსური საკითხები, სანქციების მოხსნა, რასაც ირანი ითხოვდა, კონტრიბუციის გადახდა, რასაც ირანი ითხოვდა და გამონაკლისი არის დარჩენილი, რომ ჩრდილოეთ კორეას ნუ მიყიდიან ნავთობს, კუბას ნუ მიყიდიან ნავთობს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ნუ რა ვიცი ახლა ეს უკრაინასთვის რო გული არ დაეწყვიტათ. აი ამას ნიშნავს ეკონომიკური თვალსაზრისით, ბირთვული თვალსაზრისით. აქ არაფერი არ იცვლება, საერთოდ არაფერი არ იცვლება, პირიქით ირანი ღებულობს უფლებას, რომ შვიდობიანი მიზნებისთვის, რაღაც პროცენტული ზღვარი იქნება დადგენილი, სადაც მისი გამდიდრების საშუალებაც ოფიციალურად ექნება ირანს. რაც შეეხება ორმუზის სრუტის გახსნას, ომის დაწყებამდე ორმუზის სრუტი არავის არ ჰქონდა ჩაკეტილი და ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა ორმუზის სრუტე, სანამდე ირანს არ შეეხეს. ამიტომ აქ არაფერი არ იცვლება, ირანმა გამოიყენა თავისი გეოგრაფიული მდებარეობა და თავისი ძალა აჩვენა, რომ მას შეუძლია გადაკეტოს სპარსეთის ყურე, რაც მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს და ამბობენ, ვინც საქმეში გარკვეული ხალხია, საერთოდ ამერიკელებს სტრატეგიული რეზერვები ამოწურვის პროცესს ექონდათ, უკვე ამის ელეოდათ ნავთობი, ამიტომ იძულებული იყვნენ ამ დათმობაზე წასულიყვნენ, ასევე შიდა პოლიტიკური სიტუაციები. ძალიან საინტერესო არის ისრაელის საკითხი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ამ სიტუაციების არევას. ისრაელი, რომელსაც ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ ფეხებზე ვკიდია, თეირანს დავწვავთ, ამას ვიზამთ, იმას გავანადგურებთ, ასე ვიზა, როგორ იბრიქებოდა, ხო გახსოვთ და თუნდაც ომის დროს და მერე ომის მერეც, იმიტომ რომ ამერიკელები მათ გვერდით იყვნენ. და ამ კონფლიქტში არავის ცხვირს არ აყობიებდნენ. საინტერესო არის აქ, რომ ირანმა მიაღწია ისრაელი ჰეზბოლას კონფლიქტის მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რომელიც დაკავებული ლიბანის ტერიტორიების განთავისუფლებას უზრუნველყოფს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობელი არის სხვათა შორის პაკისტანი და კატარი, მათ შორის ის გენერალი, პაკისტანელი გენერალი, რომელიც ღიად ამბობდა, რომ ისრაელი როგორც სახელმწიფო უნდა გაქრეს პირისაგან მიწისა საერთოდ და ეს სულ ერთი დღის წინ იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ჩასული ისლამაბადში, ისეთი საცოდავი სანახავი იყო, ისეთ შავ დღეში იყო ჩაგდებული, იქ ირანის დელეგაციამ დაიგვიანა, თავის დროზე არ მივიდა, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება ერთი მხრიდან მეორე მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პატივისცემა არ გააჩნია მეორე მხრის და ძალის პოზიციიდან ლაპარაკობს და ის იშვიათი მომენტი არის, როდესაც ამერიკელები ძალის პოზიციაზე ვერ დგანან და იძულებული არიან ყველა ამ დამამცირებელ დამოკიდებულებას შეეგუონ, მიიღონ ეს ყველაფერი, დაყუდებული ყავდათ იქ და ის გენერალი წყვეტდა ყველაფერს, რომელზეც გითხარით, პაკისტანელი გენერალი, რომელსაც ისრაელი საერთოდ ატანა არ აქვს და პირდაპირ ამბობს იმას, რომ საერთოდ ისრაელი უნდა გაქრეს პირისაგან მიწისა. ნუ დანარჩენი ახლა ირანის მოთხოვნები პრაქტიკულად ყველაფერი დაკმაყოფილებული არის. ირანს როგორც ასეთი თავისი მხრიდან ახალი ვალდებულება არაფერი არ აუღია. არანაირი ახალ ვალდებულებაზე აქ არ არის საუბარი. ირანი თვითონ პირობებს აყენებს და ირანთან მიმართებაში ამერიკელები იძულებული არიან დათანხმდნენ და ვერანაირ პირობას ვერ აყენებენ. ახ თქვენ თუ მე გამახსენებთ იმას, რომ რა ვიცი, რა ქონდათ, რას მიაწიეს ამერიკელებმა, იძახიან, რომ ბირთვული იარაღი არ ეკნევათ. ბირთვული იარაღი რო არ ეკნევათ, ყველა მიცოდა. თვითონ ირანელებმაც იცოდნენ,
ამას ამბობდა საერთაშორისო მონიტორინგის სააგენტოც, ამას ამბობდა ყველა ექსპერტი, ამას ამბობდნენ თვითონ ირანელები და ამის მონიტორინგის შედეგები იყო ხელის გულზე დადებული, რომ ირანი ამას არ აკეთებდა. თავისთავად კონტრიბუციას უხდიან და არქმევენ ირანის აღდგენის ფონდს 300 მილიარდს, 100 მილიარდზე მოდან უმატებენ. ამიტომ გამომდინარე აქედან ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ომი, რომელი ომიც ბოლო 2 წლის მანძილზე ორჯერ მოხდა, ერთი შარშან 12 დღიანი, 13 დღიანი ომი იყო, მეორე ახლა, რომელიც ეგერ თებერვლის ბოლოს დაიწყო და თითქმის თვენახევარი გრძელდებოდა, დასრულდა ამერიკელების დამარცხებით. ისრაელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 92% თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ომი წააგო და ისრაელმა ომი წააგო, ირანმა გაიმარჯვა. ტრამპის მტკიცება ირანის კაპიტულაციის შესახებ უბრალოდ სასაცილო აღმოჩნდა და საინტერესო არის ის მომენტი, რომ თვითონ ტრამპის მომხრეებიც კი ადამიანები, გავლენიანი ადამიანები და თავისივე პარტიაში ამბობენ, რომ ასეთი წამგებიანი ხელშეკრულების დადება ირანთან მიმართებაში ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს დამცირება, შეურაცხყოფა და რატო დაიწყო ეს ომი, თუ კი იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა შეერთებული შტატები, ვიდრე ეს ომის დაწყების მომენტში იყო. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ობამას ადმინისტრაციამ, რომელმაც შედარებით შეამსუბუქა და რაღაც გაყინული ნაწილი აქტივების მიცა ირანს, ამაზე სანამ მოვიდოდა ეს უოლ-სტრიტის თუ მანჰეტენის უძრავი ქონების ვაჭარი თაღლითი პრეზიდენტად ამბობდა, რომ ეს იყო კაპიტულაცია, დამარცხება, ახლა კიდე რასაც მოაწერა ხელი, ეს არის 10ჯერ და 20ჯერ მეტი უარესი, ამიტომ ასე დაემართება ყველას, ვინც შეცდება თავის თავზე აიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს შეიძლება მას შეეძლოს და ასე იცის მოწინააღმდეგის არ დაფასება. კი, ჯერ შემართული ლომი დაარქვეს პირველ ოპერაციაში და მეორეს დაარქვეს ლომის ღრიალი, მაგრამ უკაცრავად დაასრულეს ეს ყველაფერი როგორც ჩაჯმულმა ლომებმა. ესა მათი ოპერაციის შედეგი. ამის გაგება საქართველოში არ უნდათ. ამერიკაში კი ბატონო, შეიძლება ამერიკაში ჩვენზე მეტი კარგად ესმით ეს ყველაფერი და ტაკერ კარსონი სხვათა შორის, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერი არის, მილიონობით ადამიანმა მის გამო დაუჭირა ტრამპს ხარი, გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ისე კი არა ჩვენთან რო იციან, რომ დღეს ამას დაუჭირემ ხარი 100-ია საჭირო, მე იმას დაუჭირემ ხარი, აი როგორც კოცები იქცევიან, ხო? დღეს მაგალითად მარგველაშვილი ავირჩიოთ 100-ია საჭირო, მე გახარია ავირჩიოთ 100-ია საჭირო, მე სალომე ზურაბიშვილი ავირჩიოთ 100-ია საჭირო, მე თან ლანძღოთ ვინც ქადაგებდა მათი არჩევის გამო, გამოვიდა კაცმა და პირდაპირ თქვა, მე პირადად მწყვენია, მე ძალიან დიდ უხერხულობას განვიცდი, რომ ამ ადამიანს მხარს უჭერდი და მე ჩემ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ, ეს შეცდომა რაც მომივიდა მე ამ კაცის მხარდაჭერისთვის, მილიონობით ადამიანმა ჩემი დაიჯერა. ახლა კი მე ვარ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, რომ ამ ადამიანს მხარს უჭერდი. აი ეს არის პასუხისმგებლობა, ბოდიში მოიხადა, აღიარა თავისი შეცდომა და აი ეს არის პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოში არ გააჩნიათ. საქართველოში ყველა პრობკას უნდა მოერგონ. საქართველოში უნდა იძახონ, ომი ხო არა, ნაცები ცოცხებს ხო არ გიკეთებენ, მიშა ხო ვერ დაბრუნდება, ნაცები ვერ დაბრუნდებიან და ესე ელაპარაკებიან ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს. რეალობაში, რეალური პოლიტიკა კი, ჩემო კარგებო, ასე მიმდინარეობს და ასე ხდება. რა ვიცი. ეს არის ამაზე ვეცდები, რომ დეტალურად შემოგთავაზოთ მე ინფორმაცია. ბლოგი გავაკეთო, ვისაც აინტერესებს უშუალოდ ციფრებში, უშუალოდ იმ მტკიცებულებებით, რომელიც, რა ვიცი, ახლა ამ ყრუებს აზრი არ აქვს, ახლა
თუ გინდა ბრმებს რო ის დაუნთო კელაპტარი ისე არის ეს ყველაფერი, მაგრამ ნორმალური ადამიანებისთვის გავაკეთებ ახლა ვეცდები რომ ხვალძეგისთვის ეს მქონდეს მზად და შემოგთავაზოთ და დარჩენით თქვენ თვითონ ნახოთ. აი ეგ არის. მიიღეს უზარმაზარი დანაკარგი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, მიიღეს უზარმაზარი დანაკარგი, ასევე ეკონომიკური დანაკარგი, იმიჯი, რომელიც სოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოსი იყო და მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ამას ახლა ჩვენთვის, მე მინდა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ორი სიტყვა ვთქვა. ირანი ეს არის ჩვენი რეგიონის უდიდესი ქვეყანა. კი, მასე მოხდა. ირანი ეს არის ჩვენი რეგიონის უდიდესი ქვეყანა, რომელი ქვეყანაც ისტორიული მეზობელია, ალბათ ის ერთადერთი მეზობელი არის დარჩენილი რეგიონისთვის, რომელიც ოდითგანვე იბერია და კოლხა რო იხსენიებოდა იმ პერიოდიდან რო არსებობდა იქ ის ქვეყანა და არსებობს დღესაც დანარჩენი ალბანეთის სახელმწიფო არ არსებობს. ჩრდილოკავკასიური სახელმწიფოები მთლიანად რუსეთს არიან შეერთებული, ბიზანტია არ არსებობს, გამქრალი არის. არჩენილია ერთი ირანი, რომელიც იყო, არის და მომავალშიც იქნება თავისი 6000 წლიანი ისტორიით. ეს არის უმდიდრესი ქვეყანა. ეს არის უძლიერესი ქვეყანა, როგორც აჩვენებს მოვლენების განვითარება. ამიტომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური თანამშრომლობა ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამდენი ხანი ირანთან თანამშრომლობას ჩაფსმულები უყურებდნენ, ვაიმე ჰესბოლას და ჰამასის წევრებთან იყო, ესე არ არის. მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო მზათა ირანთან ყველანაირ ხელშეკრულებაზე წავიდეს, გამომდინარე იქედან, რომ ეკონომიკური და ენერგეტიკული დარტყმა, რომელმაც გამოიწვია შემდეგ ენერგეტიკული დარტყმიდან გამომდინარე ეკონომიკური რეცესია ძალიან ბევრ ქვეყანაში, იძულებული არიან, რომ ისევ და ისევ ირანთან ითანამშრომლონ და მათ შორის შეერთებული შტატები. საქართველოში რომ ბენზინი 4 ლარია და რა ვიცი, რეკორდებს რო ხსნის, ირანში, რა ვიცი, საერთოდ 1 თეთრია თუ 2 თეთრი არის. ამიტომ სხირპირის მოტეხვა ირანში შეერთებული შტატების ძალიან კარგად წაადგება საქართველოს ეკონომიკურ და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მე შორს ვდგევარ იმ აზრიდან, რომ ეს ჩვენი ფაშისტი ბიზნესმენები რაღაც სასიკეთოს გააკეთებენ, მაგრამ აი ელემენტარულს გეტყვით, აქ ირანის ელჩი, რომელიც Facebook-ზე ამიმეგობრდა, ავრცელებს ესეთ ინფორმაციას, მე ვიცოდი ეს ინფორმაცია, ისედაც გითხარით, რომ ირანში არიან ადამიანები, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, ვიცოდი ეს ყველაფერი. მარტო 2026 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოსდან ირანში ექსპორტირებული არის 2500-ზე მეტი ავტომობილი, რეექსპორტის ვარიანტი, რომელიც 44 მილიონი დოლარის ეკვივალენტი არის. საქართველოში პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, შემოსული ფული, რომელიც ქართულ ბიზნესს საშუალებას აძლევს, რომ რაღაცა 2 კაპიკი შემოსავალი კონდეს. აი ესეთი უამრავი სფერო არის, რომელიც სფეროში შეიძლება იქნას თანამშრომლობა დადგენილი. ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან კარგი და საერთოდ რეგიონიდან თუ შეერთებული შტატები საერთოდ გავა და სხირპირს მოიმტრევს, ისე როგორც ირანში მოიმტრია, ეს პირველ რიგში წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. თქვენ კიდე ახლა დაჯექით, ხო და მიდით ახლა ამერიკის და ისრაელის საელჩოებთან და შავები გადაიფარეთ და იტირეთ და იბღავლეთ. თქვენ 26 საუკუნოვანმა ძმებმა და თქვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ლომის ღრიალიდან და შემართული ლომიდან როგორ გადაიქცნენ ჩასვრილ ლომებად. მე მესამე დღეს, როდესაც ომი დაიწყო, დავწერე ჩემ გვერდზე სტატუსი თუ რა სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა ამერიკული არმია ამ ოპერაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ზოგადად მთლიანად რეგიონი. მაშინ ჰაჰა და სიცილის და ხარხარის მეტი არაფერი არ ატეხეს, მაგრამ აი შედეგი.
არ ვამბობ იმას, რომ აი მე ვარ და აი ეს ვიცი და ის ვიცი, ეს იყო რეალობა, რომელიც სიმართლის გაგება საქართველოში არ უნდათ. აი შედეგი. მესამე დღესვე ჩანდა, რომ შეერთებული შტატები ირანში ომს წააგებდა. აი ბატონო, წაგებული ხელშეკრულებაც, გადახდილი კონტრიბუციაც, აგერ მოხსნილი სანქციებიც და იმ ერთი აიათოლას მაგივრად ამოსული და გაძლიერებული ირანი. თქვენ გონიათ შეერთებული შტატები ესეთი კეთილები არიან, რომ ლამაზად მოუნდათ ამ ომის დამთავრება დემოკრატიის და ამის და იმის სახელით ვერ მოერიან. ჩაისვარეს და სახელის შენარჩუნება უნდათ. არავინ არ იცის სიმართლე გითხრა ისიც, რომ ეს დღეს არის ასე, ხვალზე როდესაც მოძლიერდება შეერთებული შტატები, რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა, მაგრამ ფაქტია, რომ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის. არავის იარაღი გვერდით არ გადაუდევს და ნებისმიერ დროს შეუძლია გააკეთოს ის, რაც აკეთებდა ახლა. უფრო უარესი, ბევრად უარესი. რა ვიცი, ახლა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ, შეგიძლიათ დამისვათ, გაცემთ პასუხს. დღეებში ვეცდები ხვალისთვის დავასრულო ეს ბლოგი, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია უკვე მოგაწოდოთ. ამდენი ხნის მანძილზე არ ვიხმაურებოდი ამ თემას, იმიტომ რომ რეალურ გადაწყვეტილებამდე არ იყო მისული. აი ახლა როგორც ჩანს, ყველაფერი რეალურ გადაწყვეტილებამდე არის მისული და უახლოეს 60 დღეში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება. თუ როგორ დასრულდება საბოლოოდ ეს ომი. ბატონო, ჩასვლილი ლომები ეგრე არის. ხო, არ ვიცი, მე სად არიან ეს ისრაელის ლომები, სად არიან ეს ნატო კვატოს და ამერიკის ჯარისკაცები, რომლებიც ირანს გაფარჩაკებას და იმას დაწვას და განადგურებას რო უპირებდნენ. სად არიან? ერთადერთი რაც ქონდა შეერთებულ შტატებს დარჩენილი, ეს იყო საშუალება, რომ მათ გამოეყენებიათ ბირთვული იარაღი და ბირთვული იარაღი დაეწვათ მთლიანად ირანი. სხვა არანაირი საშუალება მათ არ გააჩნდათ. და ესეც არ იყო სხვათა შორის 100%-ით გამოსავალი. იმიტომ 90 მილიონიანი ირანის ახალგაზრდა მოსახლეობის თითქმის 60%-ს შეეძლო ხელში აეღო იარაღი და როგორც ქვეით სახმელეთო ჯარისკაცებს დაიწყო ჩეჭრა სხვადასხვა ქვეყნებში. გამარჯვეთ, მესენჯერში მოგწერთ ერთ-ერთი დახურული ჯგუფის რასიზმი თბილისში, სადაც მიდის ქართველების დაცინვა და დამცირება. ნახე ჩემი მონაწერი, არ ვიცი ჩემო ძმაო, ბევრი ინფორმაცია შემომდის და მე ზოგადად ვიცი ეს შემხედრია მაგის სკრინი, რა გაკვირვებია. რა არის ძმა გასაკვირი? ეს თლიანად ეს ლიბერალური ბოტროლ ქარხნები როა შექმნილი. ესენი თავიდან ბოლომდე არის ურიების სიონისტების ჯგუფის სოროსელების გაკეთებული კომანდა, რომელიც ყველაფერ ქართულს, ყველაფერ ეროვნულს ამცირებს შეურაცხყოფას აყენებს და ასე ხდება ეს 35 წელიწადია და რა გაკვირვებია. ახლა ატომურ ბომბს გამოიყენებდნენ და ატომური ბომბის გამოყენებას თავისი უკუშედეგი ექნებოდა. რომ შეძლებოდათ გამოიყენებდნენ. შედეგი ექნებოდა ძალიან ცუდი. თუ რა, მეორე მსოფლიო ომის დროს უკვე მოგებული ქონდათ იაპონიასთან ომი და მოგებულ ომში გამოიყენეს ატომური ბომბი. ორჯერ თან. შეცვლებოდათ? არ ვიცი, ქალბატონო, როდის დაერხევა ისრაელს, ნამდვილად არ ვიცი. ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია, რომ აქამდე ისრაელი შეერთებული შტატებს და თავის ინტერესებს ამთხოვდნენ ერთი მეორეს, მაგრამ ახლა ისეთ რამეს წაეპოტინენ,
რომ ვერაის სულ დაავიწყდათ, რომ როდესაც ჭირდებოდა შეერთებულ შტატებს და როდესაც ჭირდებოდა ისრაელს, მე არ ვამბობ რაღაცა ეგ შაჰის რეჟიმის დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აიათოლების რეჟიმი იყო ირანში. როდესაც იყო ირან-ერაყის ომი. და აიათოლების რეჟიმის ირანს ისრაელი და შეერთებული შტატები გამალებული აიარაღებდა იმის წინააღმდეგ, რა ქვია. სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. ასე ჭირდებოდათ. მაშინ ასე ჭირდებოდათ. მაშინ არავის არ ახსოვდა. აბა საიდან აქ ირანს ის საავიაციო პარკი და ის შეიარაღება, რომელიც მაშინდელი მიწოდებული ტექნიკით იყო ისრაელის და ამერიკის. მათი იყო, მათი. არ ვიცი, შემოძმაო ახლა ეს მაღალ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ახლა მაგათ კამათთან დაკავშირებით ნახდათ არანაირი სურვილი არ მაქვს გავაკეთო კომენტარი და არც მაინტერესებს სიმართლე გითხრა ახლა მაგ თემებთან დაკავშირებით საუბარი. ნუ ისე დამთავრდა, ნახოთ. ჯერჯერობით სრულად დამთავრებული არაა, როდესაც იქნება მემორანდუმზე დაფუძნებული ხელშეკრულება სრულად შემუშავებული და იქნება უკვე ხელმოწერილი და რომელიც იქნება შესული ძალაში, მერე უკვე შეიძლება დაირქვას, რომ ომი დამთავრდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ ეს პროცესი აჩვენებს, რომ როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე მზათა ამ ომის დასამთავრებლად და იმედი ვიქონიოთ, რომ ძალიან მალე ეს ომი დასრულდება. და ვინ გითხრა, რომ არ ითხოვს დავით, აი არ ეთყობა, არ მისმენდი. ირანი ითხოვს იქედან გაყვანასაც და საერთოდ ისრაელის მიმართ ძალიან ბევრ რაღაცას, რაზეც წახდნენ ებრაელები, რომ ჩვენი ხელი არაფერზე არ მოგვიწერია და ეს ჩვენ არ გვეხებაო, მაგრამ დაიწყეს ტრაკის თამაში და მე ერთი დაუღრიალეს ამერიკიდან ესე და ეს და მოიცენ ისე როგორც მოსაქცევი. არ ვიცი, შენ შემოგევლე, იმდენი აკოთებული არის ამ ინტერნეტში და იმდენი ანტიქართველი არის და იმდენი ნაძირალა არის ახლა ალბათ არ ამბობ, რომ ვზდიო ახლა ვიღაცის ტროლ ბოტ ჯგუფებს იმდენი უბედურება ხდება ინტერნეტში და ინტერნეტი რა თქინდა ღიად ანტიქართული განცხადებები და მოქმედებები. ახლა ვიღაცა მიგრანტების ჯგუფი იყო საქართველოსზე და ქართველებზე გამწარებული შექმნილი და ქართველებს ამცირებდნენ კი არა, საქართველოს ქოცური ხელისუფლებიდან უა დამცირებული და ნაცური ხელისუფლებიდან ისე. ხო ჯიგარო, მე დღეს უბრალოდ ისე წინასწარ ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. ხვალ ვეცდები დავასრულო ეს ბლოგი უფრო დეტალურად, ვისაც გაინტერესებთ, შეგეძლებათ ნახოთ. კარგი, უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. რუსეთ-უკრაინის ომი ალექსანდრე ძალიან გუშინ თქვი მე მაგ საკითხთან დაკავშირებით და ორ სიტყვაში და სამ სიტყვაში არ ითქმება ეგ ყველაფერი. ფაქტია, რომ მაგაც ფაზა, ძიმე ფაზა, ინტენსივობა ომის არის გაზრდილი. ეს იმის მანიშნებელია, რომ შეიძლება რომელიმე მხარე, ამ შემთხვევაში უფრო სავარაუდოდ არის რუსული მხარე, დაიწყოს აქტიური სამხედრო მოქმედებებზე გადასვლა. უშუალოდ ხმელეთზე. იმიტომ რომ თუ ხმელეთის კონტროლი არ მოხდა, ეს პრობლემები არ გაჩერდება და ნუ მაგაზეც მივალთ, მაგაზეც გავაკეთებთ ბლოგს და ნახოთ აბა რა იქნება. გათმაგებულია მაგ მდგომარეობა. ამის თქმა შემიძლია. ახლა ორ სიტყვაში ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგას. უღრმესი მადლობა ყველას.